დღეს გაგიზიარებთ მაწვნის სუპის ჩემეულ რეცეპტს. თუ კი ვინმეს გაუსინჯავს, ერთხმად აღიარებენ, რომ საუკეთესოა. გამოგიტყდებით და მეც ასე ვფიქრობ. მომზადება ძალიან მარტივია. დამჭირდება 500 გრამი მაწვნი, 250 გრამი არაჟანი, 250 გრამი ნაღები, 2 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ნახევარი ჭიქა მრგვალი ბრინჯი, ხახვი, ნიორი, კამა და პიტნა და ზეთი. ვქვებ 2 ცალ კვერცხს, ვამატებ მაწონს, არაჟანს, ნაღებს, ფქვილს და წყალს ისე რომ გამოვიდეს თხელი მასა. ახლა გადავიდეთ ინგრედიენტების დაჭრაზე და გავამზადოთ ყველაფერი ქვაფში გადასატანად. პიტნას მე ბოლოს მოვაყრით, თქვენ კი შეგიძლიათ კამასთან და მწვანე ხავხთან ერთად დაამატოთ. პირველ რიგში მოვშუშავ ხავხს. ვამატებ ბრინჯს და წყალს, რომ ბრინჯი კარგად მოიხარშოს. შემდეგ კი განუწყვეტლივ რევით დავამატებ მაწვნის მასას. წამოდუხდება და ჩავყრი მწვანილს, ნიორს, მარილს და სულ ეს არის. საუკეთესო მაწვნის სუპი მზადაა. სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.